ვისკს მენიათ ნაომარი გორას შესახებ. ეს არის ძველი წელთაღრიცხვით მე-13 საუკუნის პროტოქალაქი და რკინის წარმოების ამიერკავკასიის ცენტრი. კვლევები აჩვენებს, რომ ეს ქალაქი წინასწარი პროექტით არის აშენებული. ანუ წარმოიდგინეთ, ჩვენი წინაპრები როდის აშენებდნენ ქალაქებს პროექტების მიხედვით. სამწუხაროდ ნაომარი გორას დღევანდელი მდგომარეობა სრულად ასახავს ქვეყნის მდგომარეობას. პირველ რიგში სტატუსით ეს არის დაცული ძეგლი, თუმცა რეალური დაცვა აქ არ არის. არც რეინჯერები არიან და არც არაფერი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, რომელიც ამ ადგილის დაცვის შესახებ მიგვითითებდა. მეორე, აქ არ არსებობს არანაირი ტურისტული ინფრასტრუქტურა. რო ამოხვალთ და შეხედავთ აქაურობას, უბრალოდ ჩვეულებრივი მიგდებული ადგილები გეგონებათ. არც საინფორმაციო დაფები, არც ბილიკები, არც მომავალი გზა. ჩვენც მოგვიწია მაგალითად აქ დელიკატი ამოსვლა, რომელიც დიდი გამავლობის მანქანაა და იმის გამო შევძელით მხოლოდ აქ ამოსვლა. და რა თქმა უნდა, ამ ადგილს არ აქვს გაკეთებული არანაირი კონსერვაცია. ზოგადად არქეოლოგიური გათხრების შემდეგ ხდება ადგილის კონსერვაცია, მაგრამ აქ მსგავსი არაფერი არ ხდება და ეს ძველი, უძველესი ჩვენი ისტორიული ქალაქი ყოველდღე ნადგურდება გარემო პირობების გამო. ძალიან სამწუხაროა ის, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს ისეთი მდგომარეობა, რომელიც აი აქამდე მიყავს ესეთი ძეგლები. ქართულ ოცნებას არ ჩვენი ისტორია, არ ჩვენი იდენტობა და არ ჩვენი მემკვიდრეობა არ აინტერესებს. ჩვენ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ ეს ძეგლი და მივცეთ მას შესაბამისი მოვლა და პატრონობა.